გამარჯობა. სალამი ყველას, თეთრი ხალათი. თეთრი ხალათი. ნინო არ ღალატობს ტრადიციას, ყოველ თეთრ მაისურს შემოსა. სეზონის დასაწყისად ვატსაპზე რომ სამშაბათობით ვიქნები თეთრ სიტყვაზე. მე შევთავაზე ჰორიზონტობის დაკითხება, მაგრამ არ გავხო. სამშაბათობით ეკოლოგიის დღეს ვიქნები ფოთლების მიწის თხის სფეროში. ამდენ ხანი გაუძლებს ამ პირობას ჩემი გარდერობი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად გაუძლებ ყველა შაბათსა და სამშაბათს, თუ ასეთი საინტერესო თემები იქნება, როგორც მაგალითად დღეს. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პაციენტისთვის ეს არის სწორად დადგენა დიაგნოზის, სწორი დიაგნოსტიკა, ასე ვთქვათ, რომელიც სრულად განსაზღვრავს შემდეგ თვითმკურნალობის პროცესს და ხშირ შემთხვევაში ან არის ძალიან დადებითად წარმართავი ამ პროცესის, ან პირიქით სავალალო და ძალიან უარყოფითი. შემთხვევაში ხო, შეცდომა დიაგნოზში არის წარუმატებელი მკურნალობის პირველი მიზეზი. და ჩვენ არაერთხელ ქონია საუბარი დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდებზე, თუ გახსოვთ, ხო, სრულად განსხვავებულებს და აი დღეს კიდევ ერთი ძალიან ნოვატორული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დიაგნოსტიკის მეთოდი, რომლის შესახებაც მოგვიყვებიან ჩვენი პირველი ბლოკის სტუმრები, კლინიკა მედიგარდი და რუსუდან გოგატაძე, მედიგარდის ოჯახის ექიმი და ნუნუ ქემაშვილი, კლინიკა მედიგარდის მთავარი ექიმი. გთხოვთ ქალბატონებო. გამარჯობა. იბერტექნიკული ტექნიკა. ეს უკვე საუბრობს იმას, რომ ძალიან ახალია და ძალიან სამი. შეძრე? აგერ გადახდება ერთი კიბერნეტიკა შემოიჭრა მედიცინაში. რა სახით და რისი გამოკვლევა შეიძლება და რა დაავადებებთან მიმართებაში შეიძლება მივმართოთ ამ კიბერნეტიკულ კვლევებს მედიცინაში? კიბერმედიცინა ეს არის შედარებით უფრო ახალი მიმართულება მედიცინაში და გულისხმობს იმას, რომ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა აპარატების მეშვეობით. რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სისტემურად, კომპლექსურად მოხდეს გამოკვლევა ადამიანის ორგანიზმის და ასევე მკურნალობაც ჩატარდეს კომპლექსურად, სისტემურად მთლიანი ორგანიზმის ერთდროულად. რაც შეეხება სადიაგნოსტიკო აპარატს, რომელიც კლინიკაში არსებობს 10 წელიწადზე მეტია და გამოცდილება საკმაოდ დიდია დაგროვილი უკვე იმ თვალსაზრისით, რომ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა აქვს კვლევის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვღებულობთ უზარმაზარ ინფორმაციას, ვრცელ ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ, არამედ არა მარტო არსებული, რაც დღესდღეობით შეიძლება ადამიანს სჭირდეს, არამედ იმ განწყობების შესახებ, რომელიც შესაძლებელია ადამიანებს ან გენეტიკურად გვაქვს, ან შესაძლებელია გარემო პირობების გამო. წინასწარი დიაგნოსტიკა არის ეს. რა მასალით ხდება ეს აპარატი და მასალა არ არის, არა, ეს არის აპარატები, რომლის ეს არის ტალღური მედიცინა, ტალღური მედიცინა. შეიძლება რომ აი უბრალოდ ვთქვათ, არასამედიცინო უბრალო ენით აქვს, ჯერ ერთი 10 წელია ყოფილა. მე მეგონა რომ ეს რაღაცა ნოვატორობასთან არის დაკავშირებული და ახალი. 10 წლის განმავლობაში ვთქვათ, არ გამიგია მე რომ არსებობს ესეთი კვლევის მეთოდი და აპარატი, რომელიც მედიკარდშია გამოყენებული. აი კონკრეტულად აგვიხსენეთ, მოვიდა პაციენტი, აი თიკავას ზუსტად ეს კითხვა და რა მოვიდა თიკა ჩვენ. მაგრამ ჩივილი აქვს მაგალითად რაღაც თიკა. ნუ რაღაცა აი დილას გაიღვიძა და ვერ არის ცოტა რაღაცა გძნობს რომ ან დაღლილია, ან რაღაცა ნუ ვერ არის ისე ჩვეულ მდგომარეობაში, როგორიც მას ახასიათებს და გადაწყვიტა რომ მივიდეს ექიმთან გამოკვლევის შესაძლებლად და მოხდა საბედნიეროდ ჩვენთან. მოხდა ჩვენთან და ესე იგი რა ხდება? მობძან და ჩვენ ვზომავთ, წარმოიდგინეთ როგორც ელექტროკარდიოგრამა კეთდება, ხო? ელექტროპოტენციალის შემოწმება ზედა და ქვედა კიდურებზე. ინფორმაციას ვიღებთ და იზომება ელექტროპოტენციალი ჩვენ კანს და ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ელექტრომაგნიტური ველი ჩვენში არსებობს. და არსებობს ზონები, სადაც ოპტიმალური ინფორმაცია არის, საიდანაც შეიძლება აღება ინფორმაციის თუ როგორ ფუნქციონირებენ შინაგანი ორგანოები. 50-იან წლებში იყო ასეთი მეცნიერი იაპონელი ნაკატანი, რომელმაც ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ეს პროცედურა, ხო? ანუ ფეხებზე და ხელებზე განთავსდება რაღაცა სენსორული. ანუ ფეხები და ხელებით ვაკეთებთ ამას?
ინფორმაცია არაფერი, არაინვაზიური, ძალიან მარტივია მოხმარებაში, მაგრამ მაგერში არის უზარმაზარი ინფორმაცია. კაი, ნაკატანიმ რაო? ნაკატანიმ დაამტკიცა, რომ არსებობს გარდა იმისა, რომ არის ნერვიული სისტემა, არის სისხლის მიმოქცევის სისტემა, ენდოკრინული სისტემა, არსებობს კიდევ გამტარი სისტემა, ანუ ინფორმაციის გადამტანი სისტემა, რომელსაც დაარქვა რიუდორაკუს სისტემა. სწორედ ეს არის ეს ენერგეტიკული ველი? ენერგეტიკული ველი არა, ეს არის ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც ჩვენს გარშემო და ჩვენს სხეულზე არსებობს, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას. ინფორმაციას ყველა ორგანოსა და ყველა სისტემის ფუნქციონალურ მდგომარეობას. ეს აი აპარატის მონიტორზე სქემის სახით რაღაცა სქემები, დიაგრამები, ტაბულები და აი აქ არის უკვე კიბერნეტიკა. ნუ აი კონკრეტულად მაინტერესებს რა აი რა დიაგნოზით გამოდივა, რას მიწერს მე თქვა. თქვენ არაფერს არ დაგიწერთ. ჩვენ ამ ყველაფერს ვამუშავებთ, ხო? ხდება ინფორმაციის მიღება და შემდგომ ამის გადამუშავება. როგორ ფუნქციონირებს ყველა ორგანო? ყველა ორგანო. ანუ გული, ფილტვი, ნაწლავები, როგორ ფუნქციონირებს ენდოკრინული სისტემა, ყველა ჯირკვალი, ნერვიული სისტემა. ეს არის რუკა. ეს არის რუკა, სადაც ჩვენ ხედავთ მთელ სისტემას, მთელ ორგანიზმს. ამ გამოკვლევის შედეგად ძალიან ადვილად ხდება დიფერენცირება პირველადი დაავადების განვითარების მიზეზის. ანუ გვაქვს თავის ტკივილი. ხო? აი 1000 რამისგან შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რამის. ამის უმოკლეს დროში გარკვევა. და შემდგომ როცა უკვე ინფორმაციას მივიღებთ, აქედან გამომდინარე უკვე გეგმაზომიერი შემდგომი მიზანმიმართული კვლევები. ერთი რაღაც მინდა კითხოთ, რადგან ეს არის აპარატული მეთოდი, ეს ნიშნავს 100%-იან დიაგნოზს? ეს ნიშნავს 80 ეს ნიშნავს ეს არის ძალიან არა ესეთი არაზუსტი არა, ცოტა ზედმიწევნით მაღალი ნათქვამი, მაგრამ რეალურად თვითონ მეთოდს აქვს სიზუსტე 98 და 6%. ნუ და როგორც ყველა როგორც ყველა აპარატულ კვლევას მე ჭირდება ადამიანის სპეციალისტი პროფესიონალის მე გაანალიზება. აი ვთქვათ, ციკაზე არ მომწონს ეს მაგალითები, დიმიტრიზე იყოს ან ჩემზე. ვთქვათ, გავაკეთეთ ეს რუკა, ხო? აი მე გავწირა თავს შენს დაანები. ხო, გავაკეთეთ ეს რუკა და ანთებული აქვს წითელი წერტილები, ასე ვთქვათ, პირობითად ბევრ ადგილას. ხერხემალზე მაგალითად. დიმიტრის ბევრ ადგილას აქანთებული წითელი წერტილები. კურნალობის მეთოდებიც ვთქვათ განსხვავებულია შემდეგ თუ მე უკვე ტრადიციული სამედიცინო კურნალობის მეთოდებს მივმართავთ. ჯერ ერთი აი დიაგნოსტიკის მეშვეობით ჩვენ გავარკვევთ ზუსტად ვთქვათ როგორც თქვენ თქვით, ნუ კი არა აუთო გვაჩვენა ფუნქციის გადაძაბვა ხერხემლის არეში, ხო? გაირკვევა რა მიზეზით ხდება ესა. რა მიზეზით? მიზეზები ხერხემლის პათოლოგიის განვითარების არსებობს ბევრი. არის გენეტიკური განწყობა, არის მინერალური ბალანსის დარღვევა, რომელიც შესაძლებელია ენდოკრინული სისტემის დარღვევა, არასწორი ფუნქციონირების შედეგი იყოს. აი, როცა ყველაფერს კარგად გავარკვევთ, გამოვიკვლევთ და დავადგენთ, შევთავაზებთ იმას, უკვე მკურნალობის იმ პროგრამას ინდივიდუალურს, რომელიც ამის ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე მას სჭირდება. მეთოდებიც მკურნალობის არის სხვადასხვა და ესეც კიბერნეტიკული მედიცინის შემადგენელია. ამიგეთ, არის მეთოდი აპარატული, რომელიც მკურნალობს და აკეთებს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას უჯრედული დონიდან. ეს არის მთელი სისტემა, კომპლექსი. აუ, წამალს არ სვამ და ნივთიერებათა ცვლის რეგულირდება. დიახ, წამლის გარეშე. და გვაქვს კომპლექსურ თერაპიაში ასევე ისეთი მეთოდები დამხმარე, როგორიც არის ვთქვათ, ფიტოთერაპია, თქვენ იცით, ჩვენ არაერთხელ გამოსულვართ თქვენი ეთერით რა გვყავს, ჰომეოპათია, ჩვენ ბევრ დაავადებებს ვკურნალობთ, არის კიდევ სხვა მეთოდები, მაგრამ ეს ყველაფერი უჯრედულ დონეზე რეგულაცია მიმოცვლის პროცესების. ქალბატონი რუსლანიც მინდა ჩართო ჩვენს საუბარში. აქ ამოვიკითხე საკმაოდ საინტერესო რამ, რომ ხდება უჯრედულ დონეზე აღდგენითი თერაპია, თქვათ, გარკვეული ზონების, ხო? ეს რას გულისხმობს, რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს და აღდგენაში თქვათ რა იგულისხმება, აი მოტეხილობა, რაღაცა ფუნქციონალური დარღვევა თუ რა?
ითით მე მინდა დავიწყო და დავუბრუნდე ისევ კიბერნეტიკული მედიცინის ასე ვთქვათ პრინციპს, რომელიც გულისხმობს თავის თავში ინფორმაციის გადაცემას და ეს არის ინტეგრაციული მედიცინის ნაწილი, რომლითაც ყველა ორგანო და სისტემა ზოგადად ორგანიზმში მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი. ეხლა თავისთავად ეს ფუნქციური დიაგნოსტიკა გულისხმობს იმას, რომ ჯერ კიდევ მანამ, სანამ განვითარდება სტრუქტურული ცვლილებები ორგანოებში ან ქსოვილებში, ანუ შეუქცევადი ცვლილებები, მანამდე ჩვენ ეს გამოკვლევის მეთოდი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ ფუნქციურად უკვე ესა თუ ის ორგანო თუ ქსოვილი უკვე არ ასრულებს თავის ფუნქციას იმ დონეზე, ანუ შეცვლილია ის უკვე პათოლოგიურად, მაგრამ სტრუქტურულად ის შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს შეცვლილი. ასე რომ ეს დიაგნოსტიკური მეთოდი არის ერთგვარი ადრეული დიაგნოსტიკა, ანუ სკრინინგ მეთოდი, ახლა ძალიან პოპულარული და გავრცელებულია ეს ტერმინი. ჩვენ შეგვიძლია ნაადრევად ეს ფუნქციური, ასე ვთქვათ, დეფიციტი ორგანოების და ქსოვილების დავინახოთ. ანუ თქვენ გულისხმობთ, ვთქვათ, არაფერი არ მოწუხებს, მაინც რომ მოვიდე, კარგია? რასაკვირველია, ეს არის საშუალება იმისი, რომ ჩვენს გარემოში, როდესაც გარემო დაბინძურებულია, ეს არის წყალი, ჰაერი, დედამიწა, საკვები პროდუქტები, ქიმიური, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შენაერთებით და რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე, პლუს ის ვებერთელა სტრესული გარემო, რომელშიც ჩვენ გვიხდება ცხოვრება და ვიმყოფებით, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, არ არსებობს ორგანიზმი და ზოგადად არც ერთი ადამიანი დღეს, რომელსაც რაღაც გარკვეული ამ გარემოს მარნე ფაქტორის ზემოქმედების ძალიან პატარა შეკითხვა. აქ შედის, თქვათ, ონკოლოგიური რისკებიც, რასაკვირველია, ეს ფუნქციური დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს უფრო ადრე აღმოვაჩინოთ ჩვენი ცვლილებები ორგანოებსა და ქსოვილებში, სანამ მას ჩვენ რეალურად დავინახავთ. ანუ განპანაციასავით ამბობთ, მაშინ საყოველთაო რამდენი მილიონიც ვართ, იმდენმა მილიონმა რო გავიაროთ, გადარჩენილ ვართ აბა და ეგ არის. იცით რა, აი საქმე სწორედ იმაშია და ამაშია მეთოდის უნიკალობა, რომ ის დაქვემდებარებულია პრინციპზე და ეს პრინციპი არის ინფორმაციის გადაცემის პრინციპი. თავისთავად კიბერნეტიკული მედიცინა გულისხმობს, ასე ვთქვათ, პირველი მნიშვნელობის ორგანოებს. ორგანიზმში, რომელზეც დაქვემდებარებულია სხვა ორგანოები და სისტემები. ამ პირველ ორგანოთ მიჩნეულია უმაღლესი ნერვული სისტემა, რასაკვირველია, თავის ტვინის სტრუქტურები, რომელიც არის შემკრები, მიმღები ამ ინფორმაციის გარემოდან, ანუ ენერგიის გადამუშავებელი, დამგროვებელი და ტრანსფორმატორი, რომელიც გადასცემს ამ ენერგიას შემდგომ ორგანოებს. თუ დაუშვათ აი ამ მარეგულირებულ ორგანოსა და სისტემაში მოხდება რაღაც ისეთი შეუქცევადი ცვლილება, უკვე ამ ინფორმაციის ტრანსფორმირება ვეღარ ხდება ხოლმე. და შემდგომი მნიშვნელოვანი, რასაც სწორედ ეს მედიცინა გულისხმობს თავის თავში, ეს გახსოვთ ნეიროენდოკრინული სისტემა, რომელიც არის მთავარი მიმღები ამ საინფორმაციო ძალიან დიდი სპექტრის შემდგომი გადამუშავებელი და მისი გამშვები ორგანოებამდე. კაპიტანოსიდან ეს გულისხმობს, რომ ესე იგი ვეგეტატიური სისტემის გარღვევებსაც იცით რა, ვეგეტაციური ნერვული სისტემა თავისთავად ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილია და შესაბამისად, როდესაც ცენტრალურ ნერვულ სისტემას უჭირს, როდესაც გამოლეულია ეს ენერგეტიკული ბალანსი და ეს ენერგეტიკული პოტენციალი ცენტრალური ნერვული სისტემის, შესაბამისად ორგანოებამდე ინფორმაციის გადაცემა, რასაც შეუულებრივად, ასე ვთქვათ, ისეთი სტრუქტურების, ისეთი, ასე ვთქვათ, ჰორმონების საშუალებით, ანუ ისეთი შენაერთების საშუალებით, საერთოდ ეს ბიოენერგეტიკული ველი გარდაიქმნება ორგანიზმში ბიო შენაერთებად, ჰორმონებად, რომლებიც ამა თუ იმ ორგანოების მიერ გამოიმუშავება. და შესაბამისად ისინი არეგულირებენ შემდგომ სხვა ორგანოების, ასე ვთქვათ, მოქმედებას. და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ცენტრალურ სტრუქტურებზე ზემოქმედებით ვახდენთ უკვე მთელი ორგანოების გაჯანსაღებას. არ არის სავალდებულო, რომ ყოველი, ასე ვთქვათ, თითოეულ ორგანოზე ვახდენდეთ ჩვენ რაღაც გარკვეულ კითხვებს. მინდა ერთი ჩაგიგოთ, შესწორებით შემოვიტანო ერთი თქვენ შეკითხვაზე, რომ ესე იგი პანაცეა არისო, შეიძლება მაშინ გამოდისო ეს მეთოდიო, ხო? პანაცეა არ არის. მედიცინაში საერთოდ პანაცეა არ არსებობს, მაგრამ ეს არის შესანიშნავი მეთოდი იმისათვის, რომ პროფილაქტიკური მედიცინა აღარ არსებობს, ხო?
იმისათვის რომ ადამიანებმა ჩვენი თავს პატივი ვცეთ და გვიყვარდეს და არ გავართულოთ შემდგომში ჩვენი რაღაც განწყობების დონეზე ნაადრევად დაჭერილი ფუნქციონალური დარღვევები ის მოწესრიგება გაცილებით ადვილია, ვიდრე უკვე ღრმად სასურველი პროცესი. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ჩვენი დღევანდელი მოწოდება ის არის, რომ გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხო, რომ ჩავიტაროთ ასეთი ტიპის გამოკვლევა ნაადრევად, ბევრს ეშინია, რომ ახლა გავიგებ ადრე და არ მინდა რომ ვიცოდე, ეს არ არის სწორი პოზიცია. ჯობია ნაადრევად ვიცოდეთ და ნაადრევად გავარკვიოთ და მივხედოთ იმ ჩვენ ვთქვათ განწყობებს, რომელმაც შეიძლება ძალიან რთულ გართულებამდე მივიყვანოს. გარდა ამისა, 3 წლიდან ბავშვებში გამოკვლევა ახალ გეკითხებიან თუ არ არის კატასტროფული სავსებით მისაღებია და არ არის პრობლემა ალბათ რომ დავასახელოთ. ეს არის 100 ლარი გამოკვლევა ჯდება, მაგრამ გამოკვლევის შედეგად თქვენ კიდევ მიიღებთ კონსულტაციებს პროფესიონალი ექიმებისგან, რომელიც მოგცემენ რჩევადარიგებას გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რაც გვაქვს, როგორ სჯობია რომ მოვიქცეთ, რას მივმართოთ, რა მეთოდებს მივმართოთ, ეს იქნება პროფილაქტიკა, ეს იქნება უკვე საჭირო უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარება. თქვენ კლინიკაშივე შეიძლება რომ ჩადაროს. ამ ჩამონათვალში ჩემთვის ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ დიმიტრისთვის ნამდვილად, მაგრამ ხო, ძალიან საინტერესო დაავადება აღმოაჩინე, რომელიც პრაქტიკულად, ყველაზე რთული საკურნავია და პრაქტიკულად ყველას რაღაცა ასაკიდან ჭირს, ეს არის ოსტეოქონდროზი. რა თქმა უნდა, საკმაოდ გავრცელებული. კარგი შედეგებია თქვენი მეთოდით და შეიძლება ცოტა დაწვრილება. თქვენი ეთერითვე ისევ იცის მოსახლეობამ, რომ ჩვენ კლინიკაში, ასე ვთქვათ, მრავალპროფილიანია და ერთ-ერთი მიმართულება ეს არის ხერხემლის ვერტებრალური პრობლემების მკურნალობა. ისევ და ისევ აი ამ ახალი ტექნოლოგიებით, ანუ უჯრედულ დონეზე იმ პროცესების, ესე იგი ჩვენ მე მინდა ახლა უბრალოდ ცოტა აგიხსნათ, რომ თქვენთვისაც გასაგები იყოს მოსახლეობისთვისაც. რა არის ოსტეოქონდროზი? ოსტეოქონდროზი ვიცით რომ ეს არის ქრონიკული პროცესი ორგანიზმში, ხო? როგორც წესი, კლასიკური მედიცინა მედიკამენტების მეშვეობით ქრონიკულ პროცესებზე ვერ მკურნალობს. ამიტომ ამ მეთოდებს, კიბერნეტიკული მედიცინის მეთოდებს აქვს შესაძლებლობა და პრეტენზია და არ არის ეს მარტო პრეტენზია, უკვე რეალობა 8 წელიწადია ჩვენ ამ მეთოდიკით მუშაობთ სამკურნალოს თვალსაზრისით, რასაც ქვია და შედეგებია სასწაული. ქრონიკული პროცესები და დეგენერაციული ცვლილებები. ოსტეოქონდროზი არის ქრონიკული პროცესი, რომელიც იწვევს შემდგომ დეგენერაციულ ცვლილებებს და დეგენერაციული ცვლილებები უკვე იწვევენ ოპერაციის აუცილებლობას ხშირ შემთხვევაში. ამდენად ოსტეოქონდროზი ეს არის ის ეტაპი და სამწუხაროდ გაახალგაზრდავებული, ისევ არასწორი ჩვენი ცხოვრების წესით. პირველ რიგში გიპოდინამია. არასწორი მკვება, არასწორი ის პროდუქტები, რომელთაც ჩვენ იმ საჭირო ნივთიერებებს ვერ ვღებულობთ და სამწუხაროდ გაახალგაზრდავდა ოსტეოქონდროზი. ოსტეოქონდროზი თავის იმედეთ რა ხდება თქვენთან? თავის არსში. იქაც 3 სტადიაა დაავადების განვითარების. პირველი, როცა მაინც ვერ გრძნობენ ადამიანები, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა დისკომფორტები, ადგომა, დაჯდომი დროს არის. ხერხემალი ძალიან რთული სტრუქტურაა და სახსარი თვითონ შედგება მალებისა და დისკისგან. დისკიზის ბადეში, რომელიც არის შემაერთებელი ქსოვილისგან შესრულებული და პირველი დაზიანება რაც ხდება ზუსტად აი ამ ბადეში, რომელშიც ზის თვითონ დისკი. ნაკლოვანება მინერალების და ქსოვილების ელასტიურობის დაქვეითება დაკარგვა განაპირობებს უკვე მიკრო წვრილ ტრავმებს ქსოვილების. ჩვენი ფუნქცია ამ ეტაპზე აი ამ მიკროტრაუმების აღდგენა და ქსოვილში მიკროცირკულაციის დარეგულირება. უჯრედების დონეზე. რასაც ვერ გააკეთებს ხშირ შემთხვევაში ვერანაირი წამალი, იმიტომ რომ მიწოდება იმ ადგილამდე იმ პრეპარატის სხვადასხვა მიზეზების გამო კუჭნაწლავი ხშირად არ აქვს სწორად, აბსორბცია იმ წამლისა ვერ ხერხდება მის ნამდვილ. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ წამალი ამ შემთხვევაში ვერ აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ შემთხვევაში ლოკალურად აკეთებს აპარატი. ის აპარატები, აი ის იმპულსები, ის ზემოქმედება, რომელიც არის მთელი სისტემა შემუშავებული, ერთი აპარატი ერთ საქმეს აკეთებს, მეორე. ეს რეაბილიტაციო აპარატია. სამკურნალო რეაბილიტაციო. ამდენად რო ახსენე, ყველა სწორი კვება ყველაზე კარგი პანაცეა, როგორც ყველა მაგას ამბობს. მე მივხვდი, რომ არის სწორი კვება, მოძრაობა
ფიზიკური დატვირთვები, რა თქმა უნდა, ეს გეგმაზომიერი და გადატვირთული და არანორმალური არაფერი არ ვარგა, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ამას ვერ ვახერხებთ. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, უბრალოდ მინდა რომ რეაბილიტაციაზეც ვისაუბროთ. კი ბატონო, და მინდა აი რეაბილიტაციას რაც შეეხება, ქაბუტონ რუსუდანიც ახლა აღნიშნავს თიაქრები, დისკის თიაქრები განსაკუთრებით და არიციან მოსახლეობამ რომ გარკვეულ ეტაპამდე არსებობს ამის მკურნალობის საშუალება, სანამ საოპერაციო გახდება და ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაცია დისკის თიაქრის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რომელსაც ხშირად სჭირდება, კი ბატონო, რომელსაც ხშირად სჭირდება აღდგენითი თერაპია, იმიტომ რომ რეციდივები ხშირად ვითარდება და სამწუხაროდ ჩვენმა კოლეგებმაც არიციან იმის შესახებ, რომ ასეთი ცენტრი არსებობს ასეთი შესაძლებლობებით და მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და მათაც მივმართო, რომ იცოდნენ, რომ არაჩვეულებრივი მეთოდები არ არის საჭირო უკვე რეაბილიტაციაზე სიარული თურქეთში. არ არის სიარული საზღვარგარეთ. ჩვენთან არსებობს დიდი არსენალია იმისათვის, რომ ვერტებრალური პრობლემები და ბევრი სხვა პრობლემაც აღარ ვილაპარაკებ დღეს თქვენ ეთერში, მოწესრიგდეს ჩვენთან კლინიკაში, იმიტომ რომ უახლესი ტექნოლოგიებია. ძალიან ქმედითი ტექნოლოგიებია. მისამართიც მოაყოლეთ. და მისამართი ტელეფონის ნომერი ჩვენთან ეკრანზე იყო მთელი ფალიაშვილის 17 რეაბილიტაციის ცენტრი. მოგმართეთ იმედს ვიქონიებ და თქვენს დარწმუნდებით, რომ ძალიან კმაყოფილებით დარჩებით ჩვენთან მომსახურეობით, ჩვენი მკურნალობის მეთოდებით და რაც მთავარია, ეს მეთოდები მუშაობს სისტემურად, კომპლექსურად მთელ ორგანიზმზე. თქვენ მკურნავთ არა მარტო ერთ პრობლემას, არამედ მთელ ორგანიზმს, აძლევთ უზარმაზარ იმპულსს. დღეს ესეთი ტერმინი არსებობს აპდეიტი. აპდეიტი ორგანიზმისთვის. ფანტასტიკურია. გადატვირთვა. გარდა ზოგადი გადატვირთვისა, ხო, კიდევ აქ როგორც მაგალითად თუნდაც მხოლოდ ოსტეოხონდროზის მაგალითზე, უალტერნატივო ვარიანტია მედიკარტი, როგორც გამოდის. და ეს არის მხოლოდ სასიხარულო. ჩვენც გვჭირდება აპდეიტი რეკლამის სახით. ოსტეოხონდროზით, სკოლიოზებით, მოკლედ ხერხემლის პათოლოგიები. ნებისმიერ მის გამოვლენებაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გაგვარკვიეთ ამ პრობლემებში, კიდევ ერთხელ მივეცით მაყურებელს საშუალება მიიღოს მეტი ინფორმაცია და ასე თუ არა მიხედოს თავის ჯანმრთელობას, წარმატებები თქვენ, ჩვენ ახლა რეკლამაზე გავართ და დაბრუნდებით ამ კვირის მე მგონი ყველაზე აქტუალური სამედიცინო თემით საკეისროს შესახებ.